ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები დეპუტატებს გორის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომაზე. საკრებულოს წევრების თქმით, აღნიშნულ პროგრამაში თანხები არასაკმარისია და არასწორად არის გადანაწილებული, რადგან წლის ბოლომდე ყველა პროექტი ვერ სრულდება. ამასთან პროგრამით მხოლოდ ქალაქში მაცხოვრებლები სარგებლობენ. მათ კითხვებს ხდომაზე მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობდა. გადავანაცვლოთ ის გონივრულად, რომ რაღაცა კი არის დამხა 4 მილიონის ამის დამხა არის. მე ბინათ მესაკუთრეთა თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბიუჯეტში არ არის არც საკმარისი თანხა, არც სწორად არ არის გადანაწილებული და ყოველთვის არის უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით. შარშანაც იგივე პრობლემა იყო, წელსაც ამას ვაწყდებით და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნები და იმედი არის, რა ვიცი, გაითვალისწინებენ და რაღაცა გონივრულად მოხდება ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება და ფინანსები სწორად გადანაწილდება. მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დალი ტლაშაძის განმარტებით, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამისთვის ბიუჯეტში თანხები ყოველწლიურად იზრდება. ამხანაგობის პროგრამა ყოველთვის თითქმის მზარდია, ყველა ბიუჯეტის ყოველ წელს იზრდება. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, ბევრი ბენეფიციარი სარგებლობს ამ პროგრამით, ბევრი ამხანაგობა და შესაბამისად იზრდება ბიუჯეტშიც და ალბათ გავითვალისწინებთ იმ შენიშვნასაც, რომ მაქსიმალურად კიდევ ვეცადოთ, გავზარდოთ და ბევრი ამხანაგობის შემოტანილი პროგრამები დაფინანსდეს, რაც ბიუჯეტში შეუძლია იმის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ცნობისთვის 2025 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამისთვის 3.600.000 ლარი გამოიყო.